ძალიან დიდი ტრაგედია, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შუაგულ დედაქალაქში კლავენ, მაგრამ ამის გარდა კიდევ შეიძლება არსებობდეს დამატებითი ასევე ტრაგედიები და სენსიტიური ამბები, რაც დაკავშირებულია ვთქვათ უდანაშაულო პირების მსჯავრდებასთან და აქედან გამომდინარე ეს საკითხებიც არ შეიძლება დაგვრჩეს მხედველობის მიღმა. უკვე თვეებია 2025 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მიმდინარეობს აშკარა და ორკესტრირებული საინფორმაციო კამპანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის ხარჯზე, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეიქმნას ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი, მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ თქვენი ეთერის საშუალებით მართლა დეტალურად, მართლა რეალურად და მართლა ობიექტურად გავიაროთ და თქვენს მსმენელს მოვუყვეთ, რა არის ამ საქმეში წარმოდგენილი გიორგი მიქაძის და დავით მიქაძის წინააღმდეგ როგორც მტკიცებულება. უბრალოდ მტკიცებულებები არ არსებობს საქმეში გიორგი მიქაძის წინააღმდეგ და დავით მიქაძის წინააღმდეგ. ამაზე როდესაც ვსაუბრობ, თან პარალელურად მინდა საზოგადოებასაც და სასამართლოსაც ვაჩვენო, რომ დღეს ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე და ამ მკითხაობის რეჟიმში რიგ საკითხებზე აღარ ვიქნებოდით, თავის დროზე ეს რაღაცეები რო გამოკვლეული.